გაატარეთ ცხელი ზაფხული ეგვიპტეში ინტერკონტინენტალთან ერთად. ხურგადა, ეგვიპტის ოაზისი. დაგვიკავშირდით. ეს სამოქალაქო რეესტრის მიერ გამოყოფილი სპეციალური ოთახია. ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ აქ პასპორტებს გასცემენ, უკვე ბიომეტრიულს. ელექტრონული მატარებლები დაცულობის მაღალი ხარისხი და გაყალბების მინიმალური შანსი. ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტს ჩვეულებრივისგან განასხვავებს. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ბიომეტრიულ პასპორტებს 2010 წლის აპრილიდან გასცემენ. ხო, ნუ გავიგეთ. ძველი ტიპის პასპორტებისაგან იმით განსხვავდება იგი, რომ მასში მოთავსებულია ელექტრონული მატარებელი, რომელიც შეიცავს ხელმოწერის, თითის ანაბეჭდების და სურათის ელექტრონულ გამოსახულებას. შესაბამისად, მისი დაცულობის ხარისხი უფრო მაღალია ვიდრე ძველი პასპორტისა. თუ ადრე შესაძლებელი იყო გარეგანის ზემოქმედებით გაყალბებული იყო საინფორმაციო გვერდი, ბიომეტრიული პასპორტის პირველი გვერდი, ესე ვთქვათ, დღესდღეობით მისი გაყალბება რეალურ შედეგს ვერ მოიტანს. დანადგარი, რომელსაც ახლა კადრში ხედავთ, უნიკალური მახასიათებლებით არის აღჭურვილი. ულტრაიისფერი, ინფრაწითელი და დახრილი სხივები დოკუმენტებზე დამცავი ნიშნების იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს. დანადგარი გაყალბების თავიდან ასაცილებლად არის დამზადებული, იგი ბრიტანული წარმოშობისაა და სულ 2 ეგზემპლარად არის გამოშვებული. ერთის მფლობელი სამხრეთ კორეის სახელმწიფოა, ხოლო მეორე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეიძინა და საქართველოში გამოიყენებენ. ამ დანადგარს გააჩნია მსოფლიო ქვეყნების პასპორტების მონაცემები პირველ გვერდზე. ძალიან ბევრი დამცავი ნიშანი ნამდვილად. საქართველოს გერბის გამოსახულება, ორნამენტის გამოსახულება. ეს ნიშანი აღნიშნავს, რომ ეს არის ჩიპიანი პასპორტი. და აქ უნდა იყოს ასეთი მონაცემები, რომლებიც მითითებულია ამ პასპორტის გვერდზე. უახლოესი ბრიტანული წარმოების დანადგარი, რომელიც გაყუთილია დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზისათვის. ეს დანადგარი, ეს მოდელი ამჟამად მსოფლიოში მხოლოდ გაყიდულია 2 ქვეყანაში, სამხრეთ კორეაში და საქართველოში. და ამ დანადგარის საშუალებით ხდება დამცავი ნიშნების იდენტიფიცირება სხვადასხვა სხივების მეშვეობით. ამ დანადგარს გააჩნია ბიომეტრიული პასპორტების წამკითხავი ხელსაწყო, რომელიც კითხულობს ჩიპში ჩაწერილ ინფორმაციას. ბიომეტრიული კომპანიები ჩამოყალიბებას ახლა იწყებენ, ვინაიდან ეს სერვისი ქართული ბაზრისათვის ახალი ხილია. ერთ-ერთი ასეთი კომპანია DPI მსოფლიოში ბიომეტრიული ტექნოლოგიების უდიდესი მწარმოებელია. მის მიერ შემოთავაზებული სისტემები მსოფლიოს 90 ქვეყანაში იყიდება. DPI თავის მომხმარებელს ფიზიკური წვდომის ბიომეტრიული კონტროლის სისტემებს თავაზობს, რომელთაც თითის ანაბეჭდით ადამიანის იდენტიფიცირება შეუძლიათ. კონკრეტული გადაწყვეტილებების და ტექნიკური დახმარების საშუალებით შესაძლებლობა ეძლევა, ასე ვთქვათ, ამ პროგრამას, რომ თვალების, ხელის თითის ანაბეჭდების, ვენების საშუალებით და სხვა მრავალი ტექნოლოგიების საშუალებით ამოიცნოს ადამიანი. კონკრეტულად ბიომეტრიასთან დაკავშირებით გვაქვს მოლაპარაკებები, საკმაოდ სერიოზული პროექტები იგეგმება. თუმცა ჯერჯერობით ეს ყველაფერი მოლაპარაკების პროცესშია და თავი შევეკავდი იმისგან, რომ მეთქვა კონკრეტულად ვინ არის. და თუმცა ძალიან საინტერესო პროექტები იქნება და პირველად საქართველოში ასეთი პროექტი არავის არ განახორციელებია. ბიომეტრიულ პასპორტებსა და ზოგადად ბიომეტრიულ ტექნოლოგიას მსოფლიოს 45-მდე ქვეყანა იყენებს. სპეციალისტები სამომავლოდ მათი რიცხვის გაზრდას ვარაუდობენ. საქართველოში ბიომეტრიულ პასპორტს 10 წლის ვადით გასცემენ და მისი ღირებულება 100 ლარს შეადგენს. რომელიც აი ნახე